კაი. დღეს რო გარეთ არ გამოვიდეთ, გოგოებო, ეს იქნება დანაშაული. მე და მათე ვართ. მათ ეს თავის თმები რო აქ შეჭრილი არ მოსწონს და მაგით არ გენახვებათ და სანამ არ გაეზრდებათ, სანამ არ გაგეზრდება, არ დაგვენახვები დედი. არა და როგორ გიხდება, გადაიწიეთ ცოტა იქით. ძალიან თბილა გოგოებო, ძალიან კაი ამინდია და როგორ შეიძლება გარეთ არ გამოვიდეთ ახლა სკოლაში უნდა დავსხდეთ მე და მათ. ნაყინი მიყიდეო, ნაყინი უნდა უყიდო. ხო და მე სკოლაში დავჭდებით კარგა ხანი, მე მინდათ რა. ეზოში არავინ არ არის. ეხლა ჩამოვედით, ბავშვები არავინ არ არის. ახლა სადველოდო მე მაგას. ცოტა ხანი და მე მივარ ეზოში. ნახეთ არ უნდა ამას. ხო და. ძალიან კაი ამინდია გარეთ. ძალიან. მომამიჩი ვიყავი. კარტოფილი კიდე ცოტა. მე შევწო. სუპები. და კვერცხი. აქ ნახომი კაკალი. მაგათ მოვყავი კიდე ისე. გამოილია და იმდო გამოვიტანი აქეთ. ეს შევინახოთ. ისეთი საყვარელი ბავშვი ყავდა გამოყვანილი სკოლაში ვისყედით მე და მათი ცოტა ხანი და 8 თვისა ფუმფულა ცისფერთვალება ძალიან ლამაზი და ვისაუბრეთ. ისეთი სასიამოვნო საუბარია ხოლმე ზოგჯერ გოგოებო უცხოებთან, სუნთლად უცხოებთან, ახლა ეს ქალბატონი, ვისაც ყავდა ბავშვი გამოყვანილი, ბებო ეფერებო და სუნთლად უცხო ხო ჩემთვის და ძალიან სასიამოვნო საუბარი წარიმართა ჩვენ შორის. ძალიან მიყვარს ადამიანები და ადამიანებთან ურთიერთობა. ძალიან მახარებს და მაბედნიერებს და როცა ვხედავ ხოლმე ადამიანებს, რომლებშიც არის სიკეთე, რომლებიც არიან ანუ როგორ თქვა, თავიანთი ცხოვრებით დაკავებულები, ცდილობენ რომ თავიანთი საქმე ჰქონდეთ, თავიანთ საქმეში იმას ქნან, განვითარდნენ და წაიყვანონ თავიანთი ოჯახი წინ და აბსოლუტურად არავის მიმართ რო არ აქვთ არანაირი შური თუ ბოგმა, უფრო 1000-ჯერ მეტად მახარებს ხოლმე ეს ყველაფერი და მაბედნიერებს და ესეთ ადამიანებს ძალიან ეტყობათ. მიხარია რომ დათბა კი არა დაცხა. მიხარია რომ ყოველდღე ხა გავალთ გარეთ. მათე ისე წავიდა გამოიყენე მეთქი დედი ეს არზეგები, იმიტომ რომ უცბად გავა ახლა ეს ერთი კვირაც და ჩადი და იყავი ეზოში თამაშობს და ძალიან ბედნიერი არის. და ბავშვები გამოფენილები არიან, ხა ყველას დასვენება აქვს. გამოფენილები არიან გარეთ. გასაფხული არის სიცოცხლე. ყველაფერი ცოცხლდება და გარემოც ცოცხლდება, ბავშვებიც უფრო გამოცოცხლდებიან ხოლმე, რომ დათბება და
გარეთ რო გამოვლა ხოლმე, ისე მახსოვს ჩემი ბავშვობის პერიოდიც მახსენდება ხოლმე, რომ პირველად რო გავიხდიდით ამ ტანსაცმელს, კურტკებს და ჟემპრებს და ჩავიცმევდით ხოლმე უფრო თხლად, როგორ გვიხაროდა, ეგეც კი ძალიან გვიხაროდა ხოლმე, რომ მოკლე მკლავიანებს ჩავიცმევდით და გეტრებს ჩავიცმევდით და ძალიან მერე როგორ დავდევდით ხოლმე ამ ყვავილებს, პატარა ლურჯი ყვავილები რო ამოდის ხოლმე, ხო იცით მინდორში, პატარა ბაზაზინა ყვავილები, ია არ არის ეგ, აი პატარა ლურჯი ყვავილები, არ ვიცი ზუსტად რა ქვია და რო დაინახავ უკვე ამ ყველაფერს, ის სიხარული, ის ყველაფერი რა კარგად მახსოვს, ის ემოციები ძალიან კარგად მახსოვს ბავშვობისა და გაზაფხულისა და თითქოს ეხლაც ბავშვებს რო ვუყურებდი გარეთ, ამ ქალბატონთან რო ვსაუბრობდი, რაღაცნაირად ჩემ ბავშვობაში გადამიყვანა, თითქოს გამახსენდა ქალები რო ერთად ლაპარაკობდნენ გარეთ და ეს ყველაფერი დედაჩემიც მათთან ერთად, რა თქმა უნდა, და ჩვენ რო თამაშობდით. ცხოვრება ძალიან მოკლეა და ძალიან მიგვის ისეთი ადამიანების, ვინც ცდილობს, რომ თუ გიხარია ეს ყველაფერი ჩაგიკლას, ისე მიგვის, მეტი არ შეიძლება. წავედი ცოტა ხანში დავიწყებ საჭმეს. ესეც ესე მზად არის. დღეს გამივიდა დრო, რომ ვარჯიშზე ვერ წავედი, მაგრამ აი გეგონათ რომ გავაცდენ, უნდა წავიდე. აი ხა კარტოფილს შევწვა. ამიტომ არის 11 საათამდე დარბაზი. ზოგი ვერ ახერხებს რა. ზოგი ვერ ახერხებს დილით. ფულად ვიცა გამოჩი უხერხდება და ნიკას დარბაზი საერთოდ 24 საათიანია. მოდი ალბათ ღამეც ვარჯიშობს და მაგიტომ მთელი დღე რომ მუშაობენ. ესეთი ამბები, გოგოებო, პური ღმერთო ჩემო, რამდენი პური იჭმევა ჩვენთან ამ ბოლო დროს. ნიკას აისვა ეხლა და ეს რუვალი. მათე მოდი წაგისვა დედი. ნუ საწაგისვა მოდი. არა? მოდი, აი წაგისვა. როგორ არ უნდა, ვიცი რომ უნდა, მოდი წაიგე. ორნაბიჩიც გააძვირეს კარტოფილი, რა იაფი იყო და ლარი და 60 გახდა 10 მონახევარი რა ვიცი ეგრე. რაღაც ეგრე გახდა. გაძვირდა. ეს შეიძლება ნიკამის წამის პრიორიტეტო აუცილებლად ერთი ნიკასაც ეს ნუსა.
მაბედნიერებთ. თქვენი კომენტარები მაბედნიერებს, გოგოებო. უღრმესი მადლობა ყველას. ეს არასოდეს არ დამოუწყდება. ვინ მიდგას გვერდში? ამას რა დამავიწყებს? ძალიან დიდი მადლობა. ცნობ ყველას გცნობთ გოგოებო, ყველას. და ბევრი არ ვიწერთ კომენტარებს, ვისაც გული შეგწივათ. ძალიან ბევრია ეგეთიც, რომ უბრალოდ მიყურებს, აი ძალიან უხარია ჩემი კარგი და ჩემი წინსვლა და ჩემი ოჯახის წინსვლა, უბრალოდ კომენტარებს არ წერს და მიყვარხართ თქვენს გულში. და დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. ეს არ იყო მზად. შეიწვა. ეს დავდგი ხაშება და მე ხა წავალ დარბაზში.